მე ვარ ანდრია ბეჟანიძე, 11 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და კომპიუტერის თამაში. თითქმის 1 წელია ვთამაშობ West Georgia-ში. იქამდე 3 წელი ვთამაშობდი დელფინებში. West Georgia-ში მყავს 2 მწვრთნელი, კახა მეშველიანი და ნიკა დიასამიძე. მწვრთნელებში გამიმართლა და ორივე მასწავლებელი ერთმანეთზე უკეთესები არიან. ცავიდან 2 თვე სადღაც მასე დელფინებში როცა ვიყავ თამაშობდი დაცვად, მაგრამ მეკარე უბავუჩი. ახლა უკვე ვარ სტაჟიანი მეკარე. ყველაზე კარგად გამომდის ცხრიანებისკენ გადახტომა, როდესაც ცხრიანებისკენ უშვებენ და კიდევ ერთ-ერთზე შეხვედრის დროსაც კარგად ვთამაშობ. მაქვს კარგი რეაქცია და კარგი ნახტომი. ყველაზე მეტად მიჭირს პენლების აღება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის კრისტიანო რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 17 ნომრით. 7 წლის როცა ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. იქამდე მინდოდა გამოვსულიყავი პილოტი. დელფინებში ყოველ კვირას თითქმის შეჯიბრებებზე დავდიოდით, მაგრამ West Georgia-ში რადგან ახალი ვარ, ჯერ არ ყოფილა ტურნირი. ყველაზე კარგად დამახსოვრდა, როდესაც მოვიგეთ 4-1 დინამო ბათუმთან. მაგ თამაშში გავაკეთე 1 ასისტი და კარებში ვიდექი საიმედოდ. ჩემი აზრით, ჩემს გუნდში მე ვიყავი საუკეთესო. დელფინებში ვიყავი კაპიტანი და იმედია West Georgia-ში სამერჩევენ კაპიტნად. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ Manchester United-ში და ამის შემდეგ უკვე სამეფო გუნდში რეალში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშე 42 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება კომპიუტერული ქსელური მაღაზიები. კომპიუტერის თამაში ახლაც ძალიან მიყვარს და დიდ დროს ვუთმობ. ჩემი საყვარელი კომპიუტერული თამაშია Poppy Playtime და Minecraft. მე რომ შემეძლოს გამოვიგონებდი ახალ თამაშს, რომელიც იქნება პაზლური და გონივრული მისიები გექნება შესასრულებელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მასწავლებელიც კარგი მყავს და კლასელებიც მიყვარს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ზურა ბერიძე. ყველაზე მშვიდია მათე გუდავა. ყველაზე ზელქია საბა კათამაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნიკო ჭელიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრაგებელი გოგონა ახობაძე. გოგონა მასწავლებელი არის ყველაზე მხიარული, სამართლიანი და კარგი მასწავლებელი. რაც თავარია უყვარს თავის საქმე და ბავშვები. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ სკოლასაც დავამთავრებდი და ვიქნებოდი დამოუკიდებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ბებო და ბიძაჩემი. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა და იმიტომ არ მინდა რომ ყველაფერი მექნება დასათმობი. ჩემი ძმა არის 4 წლის და ქვია თომა. ის არის ძალიან მხიარული, მავნე და ნერვების მომშლელი. ნერვებს მისლის, როდესაც კომპიუტერს ვთამაშობ. მოდის და მონიტორს სხვა მხარეს აბრუნებს. ჩემი აზრით თომა რომ გაიზრდება, გამოვა მოჭყუბარე. მამიკო არის ვაჟკაცი, შრომელი და სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, თბილი, ჭკვიანი, მზრუნველი და კიდევ ბევრი რამ. კიდევ რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ჰამბურგერი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. ნიზლავზე შემიძლია მაქსიმუმ შევჭამო 20 ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 16. მიყვარს კითხვა და განსაკუთრებით ვკითხულობ კომიქსებს. ჩემი საყვარელი წიგნია დოგმენი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი თუ როგორ გვაზიანებს ხელოვნური ინტელექტი. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია Squid Game. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ ექნება, ვიყიდი საკუთარ კუნძულს და თვითმფრინავს. და რა თქმა უნდა ვიქნები ძალიან დიდი ქველმოქმედი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი გიორგი ვიძიასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლოს, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი მე-19 საუკუნის საქართველოში. ბედნიერება არის ეროვნულ ნაკრებში თამაში და ოჯახთან ერთად მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.